მოგესალმებით. მე ვარ ლუკა და დღევანდელ ვიდეოში მე ავხსნი თუ რა არის არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიები. როგორ გავურჩიოთ ისინი ერთმანეთისგან და როგორ ვიპოვოთ მათი წევრები. ჯერ ზოგადად რა არის პროგრესია? პროგრესია არის რიცხვების მიმდევრობა, რომელიც გარკვეულ წესს ემორჩილება რა. აი მაგალითად ახლა რო დავწეროთ დავუშვათ 2, 7, 10, 3, 9, 12 ეს არანაირ წესს არ ემორჩილება, მაგრამ რო დავწეროთ მაგალითად 2, 5, 8, 11, 14, 17 აქ ჩვენ შევამჩნევთ, რომ ყოველი შემდეგი წევრი 13-ია წინა წევრზე რა. ან დავუშვათ 3, 6, 12, 24, 48, 96. აქ შევამჩნევთ, რომ ყოველი შემდეგი წევრი ორჯერ მეტია წინა წევრზე. სწორედ ამათ ეწოდება პროგრესიები. გვაქვს ორი ტიპის პროგრესია. პირველი არის აი ეს პირველი, რომელიც დავწერე, რომელიც შემახაზე. ეგ პროგრესია არის არითმეტიკული პროგრესია, როდესაც ვუმატებთ გარკვეულ რიცხვს შემდეგი რიცხვის მისაღებად, ხოლო მეორე ეს ქვემოთ არის გეომეტრიული პროგრესია, როდესაც ვამრავლებთ რაღაც რიცხვზე შემდეგი რიცხვის მისაღებად. ხოლო ეს სულ ზემოთ რო წერია არანაირი პროგრესია არ არის. მოდი ჯერ განვიხილოთ არითმეტიკული პროგრესია. აი ამ არითმეტიკულ პროგრესიაში ხედავთ, რომ ყოველი შემდეგი რიცხვი წინა რიცხვზე 4-ით მეტია. ამ მუდმივ სხვაობას ეწოდება არითმეტიკული პროგრესიის სხვაობა და აღინიშნება D-ი. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ D გვაქვს 4. ანუ არითმეტიკული პროგრესია არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სხვაობა მუდმივად ერთი და იგივეა. მუდმივად 4 უნდა იყოს მიმატება რა, მაგალითად ჯერ 4 რომ მიმატოს, მერე 4, კიდე 4, მერე 8, მერე 16, ეგ არ არის არითმეტიკული პროგრესია. არითმეტიკული პროგრესია არის, როდესაც მუდმივად 4 ემატება რა. ზოგადად არითმეტიკული პროგრესია აღინიშნება 10. მაგალითად ჩვენ შემთხვევაში A1, ანუ არითმეტიკული პროგრესიის პირველი წევრი არის 1. A2 გვაქვს 5. A3 გვაქვს 9. არითმეტიკული პროგრესიის მეინი წევრი რო ვიპოვოთ, AN. გვაქვს ესეთი ფორმულა. A1-ს მივუმატოთ n-1 გამრავლებული d-ზე. ეხლა რას ნიშნავს ეს? მაგალითად ჩავსვათ რიცხვი 7. მე-7 წევრი რო ვიპოვოთ. ჩვენ ვიცით, რომ A1 გვაქვს 1 და ამას მივუმატოთ 7-1 და d ვიცით, რომ გვაქვს 4. ანუ ჩვენ ესე იგი გვეუბნება ეს ფორმულა, რომ არითმეტიკული პროგრესიის მე-7 წევრი იქნება 1-ს მივუმატოთ 6x4 და ეს არის 25. ანუ მე-7 წევრი იქნება 25. აბა დავითმოთ ახლა ეს არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მე-7 წევრი ნამდვილად +4 25 გამოვა. მოდი ახლა განვიხილოთ გეომეტრიული პროგრესია. ეხლა ჩვენ გვაქვს მოცემული გეომეტრიული პროგრესია. რიცხვები 2, 4, 8, 16, 32. ამ რიცხვებში ჩვენ ხედავთ, რომ ყოველი შემდეგი წევრი ზუსტად ორჯერ მეტია წინა წევრზე. ამ მუდმივ შეფარდებას ეწოდება გეომეტრიული პროგრესიის მნიშვნელობა და აღინიშნება Q-თი. ანუ როგორც წეგან არითმეტიკულ პროგრესიაში გვქონდა D, ამ შემთხვევაში გვაქვს Q. და Q როგორც წეგან თქვით უდრის 2-ს. ხო, Q-თი აღინიშნება ასე ვთქვათ შეფარდება და წეგან რო 10 აღნიშნეთ გეომეტრიის არითმეტიკული პროგრესია, გეომეტრიული პროგრესია აღინიშნება B-თი. ამ შემთხვევაში B1 გვაქვს 2, B2 გვაქვს 4, B3 8 და ასე შემდეგ. BN-ის ფორმულა კი ამ შემთხვევაში გვექნება B1 გამრავლებული Qn-1 ხარისხით. მოდი დავუშვათ მეოთხე წევრი დავითვალოთ. B4 უდრის B1 გვაქვს 2, გამრავლებული Q გვაქვს 2 და n-1 ხარისხი არის 4-1 3. ესე იგი B4 გამოვა 2ჯერ 2 მესამე ხარისხში არის 8, უდრის 16. მეოთხე წევრი ნამდვილად რო გადავთვალოთ, პირველი არის 2, მეორე 4, მესამე 8 და მეოთხე 16. ნამდვილად სწორად გამოგვივიდა. ხო, არითმეტიკული პროგრესია როგორც შეგვიძლია გქონდეს დადებითი, ასევე შეგვიძლია გქონდეს უარყოფითიც. მაგალითად
წეგან რო ქონდა მაგალითი +4 რო ქონდა d დავუშვათ შეგვიძლია ქონდეს -4-ც d 10 6 2 -2 -6 ამ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით რომ ყოველი შემდეგი წევრი 4-ით ნაკლებია წინა წევრზე და ამ შემთხვევაში d გვექნება -4 დანარჩენი ფორმულები ყველაფერი იგივენაირად მოქმედებს იგივე შეგვიძლია ვთქვათ გეომეტრიულ პროგრესიაზეც მაგალითად შეგვიძლია გქონდეს 2 მერე -4 მერე 8 მერე -16 ამ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით რომ ყოველი შემდეგი რიცხვი -2-ზე მრავლდება წინა რიცხვისგან ანუ მაგალითად 2 ჯერ -2 არის -4 -4 ჯერ -2 არის 8 8 ჯერ -2 -16 და ხვდებით რომ q არის -2 აი ახლა უფრო მარტივად რო დაგანახოთ არითმეტიკული პროგრესია მოდი გამოვიყავთ აი მაგალითად ვთქვათ რომ ყოველთვე ვინახავთ 100 ლარს და გვაინტერესებს ასე რომ გავაგრძელოთ 10 წელში რამდენი რა თანხა აგვიგროვდება ესე იგი ჩვენი ყოველ წელს ყოველთვე თუ 100 ლარს ვინახავთ გამოდის რომ d არის 100 a1-იც გვექნება 100 იმიტომ რომ პირველ თვეს 100 ლარს ვინახავთ და ჩვენ გვაინტერესებს 10 წელში რამდენი თანხა დაგვიგროვდება 10 წელი არის 12 ჯერ 10 თვე, ანუ 120 თვე. ახლა ეს მარტივად შეგვიძლია 120 ჯერ 100 ახლა ეს მარტივად შეგვიძლია რომ 10 წელში 120 ჯერ 100 დაგვიგროვდება, მაგრამ მოდი უბრალოდ ესე დავწეროთ a1 მივუმატოთ n-1d და ეს არის 100 პლუს 119 ჯერ 100 და ეს იქნება იგივე 120 ჯერ 100 და 12000 ლარი დაგვიგროვდება ჩვენ 10 წელში. ესე იგი დღეს ჩვენ გავიარეთ არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესია და აუცილებელია რომ ეს პროგრესები ერთმანეთისგან განვასხვაოთ. არითმეტიკულ პროგრესიაში ვუმატებთ ან ვაკლებთ ერთ და იგივე რიცხვს, ხოლო გეომეტრიულ პროგრესიაში ვამრავლებთ ან ვყავთ ერთ და იგივე რიცხვს. დღეისთვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს რომ რაც ახსენი მარტივად ახსენი ძალიან და მადლობა რომ მომისმინეთ და ნახვამდის.